ჯერა რომ 21 საუკუნეში კაცობრიობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიები, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტი და სიცოცხლის მეცნიერებები, განსაკუთრებით გენომიკა, პროტეონომიკა, პრეციზიოზული და პერსონალიზირებული მედიცინა, პროგნოზირებასა და პრევენციასთან ერთად. ყოველივე ეს და სხვა ახალი მიმართულებები ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპებით. თითქმის ყოველდღიურად გვესმის ვკითხულობთ, ვაცნობით ახალი საინტერესო სტარტაპების შესახებ ამბებს. და დამერწმუნეთ, კიდევ უამრავი სასიკეთო ტექნოლოგიური სიახლეების მოწმენი გავხდებით უახლოეს წლებში, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსახლეობის უკეთეს ჯანმრთელობას, უზრუნველყოფენ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდას, შედარებით ჯანმრთელი, რაც მნიშვნელოვანია კეთილდღეობით დაბერების ხარჯზე. ამიტომაც ჩვენმა ქვეყანამ ყოველნაირად ხელი უნდა შეუწყოს ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ჯანდაცვაში და ასევე გენომზე დამყარებული ზუსტი მედიცინის განვითარებას. მტკიცებულებებზე დამყარებული პრევენციული პროგრამების დანერგვას. ამისთვის ცხადია, საჭიროა შესაბამისი ფინანსური ინვესტიციები, რისთვისაც გადამწყვეტია საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ტექნოლოგიებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. ასევე ჩვენი სამედიცინო საზოგადოების ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევებსა და სამეცნიერო ქსელებში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვისთვის საქართველოში. მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორის უფრო აქტიური ჩართვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.